ჩემ მეუღლე 34 წელია ერთად ვართ უკვე და ამ რა თქმა უნდა 34 წელი არ არის თქვა პატარა დროის მონაკვეთი და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი ხდება თუდიც, კარგიც, ტრაგედიაც, ხინიც და ასე შემდეგ, მაგრამ ამან ყველაფერმა გამობრძმედა ეს ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდის გახლავდა როგორც აღმაფრენა, ასევე დაღმაფრენაც და სიდუხჭირეც და კონფლიქტებიც და მაგრამ ყველაფრის ზემოთ მაინც რაღაც სიყვარულს თავისი ისაა ყოველთვის გამამაგრებელი ინგრედიენტები, რომლებიც ამ იმას არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ დაიშალოს და მოიშალოს ის ურთიერთობა, რომელიც თქვა დაიწყო და ამდენი ხანი გრძელდება, ეს თავი და თავი მაინც არის სიყვარული, რომელიც ამას ინარჩუნებს და ამას ამაგრებს ამ ურთიერთობას. მე ძალიან მეხმარება ის, რომ თქვა სახში მყავს ესეთი ადამიანი, რომლის აზრი, რომლის რჩევა, რომლის გვერდში დგომა და რომლის თქვათ ობიექტური თუ რაღაცნაირი შენიშვნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მეტს მაძლევს და უფრო მეტ მხარდაჭერას გუძნობ ამაში და ბევრ რაღაცაში ისეთში დამხმარებია, რომ სხვა გვერდზე ეგრე ვერ გაგიგებს, იმიტომ რომ ერთმანეთს ზედმიწევნით როდესაც იცნობ და იცი ავანჩავანი უფრო მეტი ის არის, რა ქვია, სტიმული და მეტი შესაძლებლობა, რომ იქიდან მიიღო ძალიან დიდი დახმარება. ესე რაღაც გამოყოფა რომელიღაცა როლის ან რაღაც პროექტის, ესე გამიჭირდება, რომ თქვა, რომ აი ეს არის ისა, მაგრამ რაღაც ყოველთვის რაღაც ახალი როლი არის იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცო ის, რომ შეგიძლია მისკეთება, თქვათ გამოწვევებზე მაქვს საუბარი, რომ თქვათ რაღაც არის ხო, როდესაც რაღაც ამპლუას მიაკერებენ ხოლმე მსახიობს და სულ იმ ამპლუის ექსპლუატაცია მიდის და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ იყოს მრავალფეროვანი, უფრო მეტი გამოწვევები იყოს, უფრო საინტერესო იყოს და თქვათ ერთ პროექტში თუ არის რაღაცა დრამა, რაღაც ფსიქოლოგიური როლი ან რაღაც უფრო სხვანაირი მიდგომა ჭირდება, ასევე ჩემთვის ვიფასია ესეთი როლები, რომელიც თქვათ უფრო რაღაც კომედიური არის, უფრო ლაღი არის, უფრო თქვათ ერთნაირად უდგები, ხა შეიძლება ესე გამონდის, მაგრამ ერთნაირი გამოწვევაა ჩემთვის, როგორც სერიოზული თქვათ დრამატული როლის თამაში, ასევე კომედიური ან მსუბუქი ჟანრის პროექტში მონაწილეობა ყოველთვის რაღაცა გამოწვევაა და ყოველთვის არის იმის მტკიცება შენ თავთან, რომ ისიც შეგიძლია, ესეც შეგიძლია და უფრო მრავალფეროვანი გინდა რომ იყოს შენი შემოქმედება, უფრო მრავალფეროვანი გახადო ის შენი ყოფნა იმ პროფესიაში, რომელშიც ხარ და არ მიიწეპო რაღაც თქვა ერთი კონკრეტული რაღაცა იმისა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ერთი მიმართულებით გამოგიყენონ, იმიტომ რომ აი იქ სადღაც ითამაშა, აი ის მსახიობი ითამაშებს ამას, იმიტომ რომ ის უკვე ერთხელაა გაკეთებული და მე სულ მიჩვენია ხოლმე ახალი. ამა თუ იმ როლიდან გამომდინარე იწყებ ფიქრს თუ როგორ შეასხა იმ რაღაც ჩონჩხს ხორცი, რომ თქვათ იყოს საინტერესო, იყოს ცოცხალი, იყოს ბუნებრივი და შედიხარ იმ პერსონაჟის რაღაც ფსიქოლოგიაში, იმ პერსონაჟის ქცევის მანერებს მაშვები, რა ქვია, ამუშავებთ, რა მოუხდება, თქვათ, ამა თუ იმ პერსონაჟს, როგორი კოსტუმი მოუხდება, როგორი გრიმი მოუხდება, რა მთელი პროცესია. შეიძლება ვერ გაექცე შენ თავს, მაგრამ ვცდილობ, რომ დაანახო მაყურებელს ის პერსონაჟი, როგორ ცხოვრობს, როგორი ცხოვრების და როგორი ქცევის მანერა აქვს და აი ცოტა გარედან უყურებს შენ თავს და აი რაღაც როგორც აი მხატვარი ან
სკულპტორი პორტრეტს რო აკეთებს, თქვათ, რო ხატავს პორტრეტს ვიღაცისას, აი ესე პორტრეტს ხატავ შენ იმ პერსონაჟის პორტრეტის მხატვარი ხარ და რამდენად გამოგდის ეს უკვე მე უკვე მაყურებელზე არის დამოკიდებული, მაყურებელმა უნდა განსაჯოს ეს. პარტნიორის მნიშვნელობა ძალიან ბევრს ნიშნავს მსახიობისთვის, როგორც სცენაზე, ისე კამერასთან, იმიტომ რომ შენი წყარო რაღაცის ინსპირაციის მოდის პარტნიორისგან და თუ ისე აეწყობა რომ პარტნიორი და შენ ერთმანეთს გაუგებთ და ერთმანეთს აი რაღაცნაირად ქიმიური კავშირი ხდება თქვენ შორის, ის შედეგზე ყოველთვის იძლევა კარგ შედეგს.